გუშინ ტრადიციად იქცა კი არა ძალიან ინტენსიური ყოველდღიურობად იქცა თითქმის რუსეთის მხრიდან ბევრი დრონის და რაკეტების გაშვება უკრაინის მიმართულებით. ანუ რაოდენობა სარაკეტო და დრონ დარტყმების არის ძალიან გაზრდილი, როგორც სიხშირე მათი, ისე რაოდენობა ამ დრონების და რაკეტების. ანუ თუ ადრე ვთქვათ ათეულობით ითვლიდა დრონების რაოდენობა, ითვლებოდა, ეხლა ასეულობით დრონს უშვებენ ყოველ ღამე. ყოველ ღამე არა, მაგრამ ყოველ რაღაც 2-3 დღეში ერთხელ თითქმის ასეულობით დრონს უშვებენ და ათეულობით რაკეტას. მორიგი ასეთი სარაკეტო და დრონებით და შეტევა იერიში განახორციელეს ღამით უკრაინაზე, გაუშვეს ასეულობით დრონი და ამ ასეულობით დრონიდან სხვა ვერსიებია, 10-მდე დრონი გაფრინდა პოლონეთის მიმართულებით. დრონი რა არის? დრონი არის შაჰედის ტიპის დრონებს ეძახიან ირანული დრონები, რომელიც ახლა რუსეთში იწარმოება და რუსული გერანიც ეძახიან რუსულად. ეს არის დაახლოებით 50-დან 80 კილომდე მუხტის მატარებელი, პროპელერზე მომუშავე, რეაქტიულებიცა. რეაქტიულებიც არის, მაგრამ იაფასიანი ვერსია ესეთი, რომელსაც მე ახლა მე მგონი უფრო რეაქტიულებსაც ის. ხო, ეს სავარაუდოდ ახლა რაც შეფრინდა რეაქტიულებია. ხო, ზოგი რეაქტიულია უფრო სწრაფად მიფრინდა, ზოგი პროპელერზე მომუშავე, ფაქტიურად ეს არის პატარა ფრთოსან რაკეტის მსგავსი, პატარა რაკეტის ფუნქციას ასრულებს. იაფასიანი რაკეტა, რომელიც მანევრირებს ტრაექტორია აქვს მითითებული და ეცემა იმ ადგილზე, სადაც უთითებენ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს, შედარებით დაბალ სიჩქარეზე 200-დან 600 კილომეტრამდე აქვს მისი სიჩქარე და ეცემა საკმაოდ დიდ დისტანციაზე მიფრინავს. ვარაუდობენ, რომ 1000-1500 კილომეტრზეც შეუძლია გაფრენა. და ძალიან შემაწუხებელ მოვლენად იქცა უკრაინისთვის და დიდ პრობლემის მოვლენად იქცა, იქიდან გამომდინარე, რომ იაფია ბევრის წარმოება შეუძლია და სულ ჩამოაგდოს ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, თვითონ ეს რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, რომელთაც ეს უნდა ჩამოაგდო, უფრო ძვირიჯდება, ვიდრე თვითონ ეს იაფასიანი დრონი. აი ეს 10-მდე დრონი, რომელიც გასაგები რომ 10-მდე დრონი დიდ სამხედრო ზიანს ვერ მიაყენებდა პოლონეთს და ეს დრონების ყველა ფაქტიურად თითქმის ჩამოყარეს პოლონელებმა, მაგრამ ფაქტი რომ შეფრინდა პოლონეთის ტერიტორიაზე და მიემართებოდა გარკვეული სამიზნეების მიმართულებით, ეს იყო ფაქტი, თუმცა მაგაზე არსებობს სხვა აზრი, ერთი რა ვთქვათ, რუსული და ბელორუსული მხარე ამბობს ვერსიას, რომ იქ რაღაცა ამ დრონებს მიმართულება შეეშალათ, ანუ შეცდომა მოხდა რაღაცა, ასე ვთქვათ, ნავიგაციაში და სხვა მიმართულებით წავიდა. თუმცა მან არსებობს დიდი კითხვები მაგ ვერსიაში, იმიტომ რომ აქამდე ასეთი ფაქტი, რომ რუსების მიერ გაშვებული მოიერიშე დრონები არეოდათ ნავიგაცია და პოლონეთის მიმართულებით გაფრენილიყო, ეგეთი ფაქტი არ მომხდარა. მოხდა ერთი ფაქტი, რომ რაკეტა S300 ტიპის რაკეტა რაღაც 2 წლის წინ მოხდა თუ არ ვწდები. პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, იქ რაღაც სხვა აზრები იყო, რომ უკრაინელების გაშვებულია თუ რუსების, მაგრამ ის იყო ერთი რაკეტა. და კაი, ერთ რაკეტას აერია ნავიგაცია. 10 დრონი გაფრინდა პოლონეთის მიმართულებით და მიფრინავდა. საჰაერო რეიდი განხორციელდა. კი, ანუ რეალურად მიფრინავდა პირდაპირ პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებისკენ, ანუ ეს იყო სინამდვილეში საჰაერო იერიში, რომელიც თავისი მასშტაბით იყო პატარა და სინამდვილეში იყო დემონსტრაციული ხასიათის. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სამხედრო ამოცანის მატარებელი იერიში, ეს იყო დემონსტრაციული იერიში და უნდა ვთქვათ, ახლა რა ამოცანა შეიძლება ქონდეს ამას. მოდი ორი ვერსია ვთქვათ, მაინც ობიექტურობისთვის. ერთი ვერსია, რომ რადიოელექტრონული სადგურების და საშუალებების მეშვეობით ამ დრონმა კონტროლი დაკარგა და შეფრინდა 10-მა დრონმა შეცვალა ტრაექტორია ფრენის და უკონტროლო მიმართულებით შეფრინდა ნატოს ტერიტორიაზე პოლონეთში. ეგეც შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ მართლა არსებობს. რუსები მაგ ვერსიას აწვევიან. რუსები მაგ ვერსიას აწვევიან ერთი და მართლაც ხშირია, ყველას კი არ აგდებენ, ზოგიერთი რაკეტებსაც აგდებენ ეგრენ, რადიოელექტრონული ბრძოლის
სადგურების მეშვეობით. ამიტომ ეგ ვერსია არის ერთი კი, მაგრამ და მეორე ვერსია ერთი დეტალი. თუ არ ვცდები, ეს დრონები ბელორუსის ტერიტორიიდან პირდაპირ გაფრინდნენ პოლონეთის მიმართულებით. ანუ რადიოელექტრონული ბრძოლის მექანიზმებით, რომ ისინი ტრაექტორია შეეცვალათ, მაშინ ესენი უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის თავზე, უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის შეიარაღებას ისინი შეეცვალა მათი ტრაექტორია, არეოდა მათ თქვა მართვის მექანიზმი და წასულიყო სხვა. ბელორუსის ტერიტორიაზე რატო აერია და იქით რატო წავიდა? ამიტომ ეგ ალბათობა ნაკლებია. არსებობს, თუმცა ეს ვერსიაც ჟღერდება. შეიძლება უბრალოდ თვითონ აერია დაუშვათ ნავიგაციას, მაგრამ 10 აერია უფრო მცირდება ალბათობა. ნაკლებია ამის ალბათობა. და არსებობს მეორე ვერსია, რომ მოხდა შეგნებულად პოლონეთის ტერიტორიაზე ამ დრონების გაშვება და ეხლა ვეჯახებით ყველაზე საინტერესო საკითხს. ამოცანა რა იყო, ანუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს, თავდასხმა, ხო, ეხლა ის ხო არ იყო რაღაც სამოქალაქო საფრენი აპარატი, ხო, ის იყო საბრძოლო დრონი. ცხადია ეხლა რაღაცა სამხედრო ამოცანა სავარაუდოდ ეს 10 დრონი ვერ გადაჭრიდა, იმიტომ რომ სწრაფად მოხდა ამის განადგურება, ზოგიერთ თავის ჩამოვარდა, თუმცა როგორ ჩანს მიზანი იყო საინფორმაციო და პოლიტიკური გავლენის, საინფორმაციო და პოლიტიკური გარკვეული პოზიციის დაფიქსირება. ეხლა რისთვის სჭირდება ეს რუსეთს? შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. ანუ რუსეთის ამოცანა ამაში რა არის? ანუ რუსეთს ეხლა ლოგიკურად რა შეაწყობს ისედაც მინელებული ყურადღება, რომელიც ნატოს ქვეყნებს გააჩნიათ უკრაინისადმი, მაგის გააქტიურება. შეიძლება ეხლა ჩვენ გვეცინება ნატოს ამ მეოთხე პუნქტზე და რაღაც შიდა კონსულტაციაზე და რომ მაქსიმალურად თავს არიდებენ იმ ფორმულირებისგან, რომ ამას თავდასხმა დაარქვან, იმიტომ რომ თავდასხმის შემთხვევაში რაღაცა უნდა მოიმოქმედონ, ხო და როგორც ჩანს არ უნდათ არაფრის გაკეთება და უნდათ რომ მაქსიმალურად ისე გაიყვანონ ეს საკითხი, თან დრო გაწელონ რომ ნაკლებად ეს აქტუალური გახდეს საზოგადოებისთვის. ანუ რა ამოცანა აქვს რუსეთს, რატომ აკეთებს ამას? შეიძლება ეს იყოს ერთგვარი სიგნალი, რომ რუსეთი მათ შორის მზად არის სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირება გადაიტანოს უშუალოდ ნატოს ტერიტორიაზე, შეიძლება ეს ერთგვარი ამის მესიჯი იყო ამორჩევლებისთვის დასავლეთში. ხო, დასავლეთში ცხადია ეს არ კეთდება მაკრონისთვის და ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, ხო, ეხა ამ ვითარებისთვის, ამ მოცემულობისთვის რუსეთს არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში არ აყავს მობილიზებული იმ რაოდენობის ჯარისკაცი, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არ ვრცელდება და თანამედროვე ეპოქაში ტექნიკური სადაზვერვო საშუალებების მეშვეობით რუსეთი ვერ დამალავდა ხა ამ რაღაცა დამატებითი ჯარების კონცენტრაციას თუნდაც ბელორუსია პოლონეთის საზღვარზე ან ყველაზე მოწყვლადი ვინც დღესდღეობით არის თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან ხო ეს არ ვლინდება ყოველ შემთხვევაში ამერიკული მხარე ნატოს მხარე ამას აშკარად გააჟღერებდა მას ვინ არის ის ადრესატი ვიზეც უნდა მოახდინოს გავლენა ამ თავდასხმამ ჩემი აზრით ეს არის ევროპული საზოგადოება ევროპელი ხალხი და ის ევროპული შიდა პოლიტიკური დინამიკა რომელიც ძალიან კონფრონტაციულია ანუ ძალიან დიდი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს ევროკავშირის შიგნით და ცხადია მანდ იმ არგუმენტის გააქტიურება რომ შეიძლება ნატოც აღმოჩნდეს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში ნუ რაღაცა თვალსაზრისით არსებულ პოლიტიკურ ელიტას ვინც ევროკავშირს დღეს მართავს მას პრობლემებს უქმნიდეს
და თვითონ მათი მხრიდან ამ საკითხის მიჩქმალვის მცდელობა და ამ საკითხის შერბილების აი ეს პროცესი ჩემი აზრით ამ ვერსიას ამყარებს. ანუ როგორც ჩანს ევროპელი ამომრჩეველი ძალიან ნეგატიურად შეაფასებს რუსეთთან დაპირისპირების ალბათობას და ეს არ ჭირდება ამჟამინდელ ევროპულ ბიუროკრატიას. ეგ ყველაფერი გავიგე და ეს მეოთხე მუხლი კონსულტაციის უფლება აი რა ტელეფონი დაურეკე ისედაც ანუ ისე არ ლაპარაკობ ხო ნუ აი რა მოხდა არა ეგ მოხდა ხალხის დასანახად კაცო ხალხს ეუბნებიან რომ გვაცალეთ რა ეხა კონსულტაცია მიდის და ეს კონსულტაცია შეიძლება გაიწელოს 3-4 დღე და 3 დღეში რაღაცა გადაფარავს ამ ინციდენტს. ნიშანდობლივი ჩემთვის კიდევ რა არის იცი? რუსეთი ნუ ეხა 3 წელიწადზე მეტია ეს ომი მიმდინარეობს. რუსეთი მაქსიმალურად თავს არიდებდა აქამდე ასე დემონსტრაციულ აგრესიულ ნაბიჯებს ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ. რიტორიკის დონეზეც ისინი ყოველთვის ამბობდნენ რომ რა ნატოს თავს დავესხმებით, რა სისულელეა ჩვენ გვაინტერესებს მარტო უკრაინა. და რატომ ხდება რომ პუტინის პეკინში ჩასვლის შემდეგ სადაც უკვე მისი რიტორიკა უკვე გამკაცრებული იყო, თუ გავიხსენებთ 3 სექტემბრის საღამოს პუტინის პრესკონფერენციას მისი ტონი იყო ბევრად უფრო კატეგორიული ვიდრე მანამდე. და ამის მერე ამ შეხვედრის მერე ჩვენ უკვე ვიღებთ ასეთ ინციდენტებს და ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს უკვე ნატოს წინააღმდეგ. რას ნიშნავს ეს? მარტო მოქმედებს რუსეთი. თუ უკვე გარკვეული უფრო მყარი ზურგი იგრძნო თუნდაც ჩინეთის მხრიდან. ნუ ეხლა ცხადია საუბარი იმაზე რომ რუსეთი ეხლა ნატოში შეიჭრება ეს არის არარეალური. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამის არანაირი სამხედრო ტექნიკური რესურსები ჯერ არ ჩანს. ანუ ამის მობილიზაციის მცდელობა, ნუ არ ვლინდება და სიგიჟე იქნება ეხლა რუსების მხრიდან, სადაც ჯერ კიდევ უკრაინაში მიმდინარეობს ეხლა საბრძოლო მოქმედებები, რუსეთმა რაღაც კიდევ ერთი ფრონტი გახსნას ნატოს წინააღმდეგ, რომელიც ძალიან ძლიერია ეხლა, რაც არ უნდა ჩვენ ისე ღიმილით უყურებდეთ ამ ევრობიუროკრატების და დასავლური ქვეყნების ლიდერების აი უნიათო რაღაც მცდელობებზე და რომ მიმალონ ეს ფაქტი. ნუ ნატოს ეხლა ობიექტურად გააჩნია, აქვს იმის რესურსები, რომ ნუ თავი დაიცვან, ხო? რეალური ახსნა რას უკავშირდებოდა ესლა უკავშირდება იმას რომ ეხლა აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს დასავლეთში შემდგომი დაძაბულობის შესაძლო ვერსიებზე რომელიც რუსეთს შეიძლება შესთავაზონ იმისთვის რომ აიძულონ უკან დაიხიოს და მათ შორის ტრამპზეც მიდის ევროპელი ლიდერების მხრიდან ზეწოლა იმაზე რომ აი იგი გამწვავების მექანიზმები შეიმუშაოს პირველ რიგში სანქციების სახით რომ ამის პასუხად რუსეთმა იქნებ უკან დაიხიოს და ამ ფონზე როცა ეხლა არის მოცემულობა კონფლიქტის და კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ეტაპზე გადაყვანის ვერსიები განიხილება იმისთვის რომ მოწინააღმდეგე აიძულო დამარცხების ვერსია შეეგუოს ამ ფონზე დარტყმის დემონსტრაცია, დარტყმის მზაობის დემონსტრაცია. არ თუ მზაობის, ანუ რაღაცა დემონსტრაციული ხასიათის დარტყმის გაშვება ევროპის მიმართულებით იმის დემონსტრაცია, რომ მე მზად ვარ უფრო მწვავე ფაზაში გადავიდე ევროპის მიმართულებით და მან ცხადია ყველა ხვდება, რომ ნატოსთან პირდაპირ ომი მან ვერ იქნება, ესეთი კონვენციური იარაღით ომი ოფცია, იმიტომ რომ უბრალოდ რუსეთს მაგის რესურსი არ ეყოფა. მაგრამ ფაქტია რომ რაღაცის მუქარის ვერსია ეგ არის მაინც. თუ ამას არავინ არ იჯერებს რომ კონვენციურ ომში ომი რეალური მუქარა, მაშინ რა ომზეა ლაპარაკი. ჩემი აზრით ეს დღევანდელის გუშინდელის დრონების იერიში იყო მუქარა ბირთვული დაპირისპირებაზე. ანუ რა შეუძლია
რეალურად შესთავაზოს დასავლეთს რუსეთმა. სარაკეტო დარტყმები არის რეალური სვლა, ხო? ეხლა შეიძლება იქ რაღაცა სატანკო დივიზიები ვერ შეიყვანოს პოლონეთის ტერიტორიაზე, მაგრამ რაკეტებით დაარტყას მაგალითად პოლონეთს რეალურად შეუძლია იქ რაღაცა ბაზა დაბომბოს, სადაც მაგალითად უკრაინისთვის რაღაცა იარაღის მარაგი არის განლაგებული. კი და ამაზე პოლონეთმა პასუხი თუ დააბრუნა და არა მარტო პოლონეთმა, ამაზე ნატომ თუ პასუხი დააბრუნა, მან დგება ბირთვული დაპირისპირების საფრთხე. თეორიის საერთაშორისო ურთიერთობებში მსხვილი ეგეთი სახელმწიფოები ერთმანეთის შესაძლებლობებს არკვევენ აი ამ ესკალაციის სპირალის მეშვეობით, აი ეგეთი სტრატეგია, როდესაც მცირე რაღაცა სვლებით შენ ადგენ რამდენად მოწინააღმდეგე მზად არის პასუხის გასაცემად. აი შენ მაგალითად დრონს ესვრი 10 დრონს, რომელიც ბევრად უფრო მსუბუქი დარტყმის ფორმაა, ხო, ვიდრე სარაკეტო დარტყმა ან რაღაც თვითფრინავი რო შეფრინდეს. თუ შენ ატყობ, რომ მოწინააღმდეგე ამაზე სათანადოდ არ რეაგირებს, გარკვეული სისუსტე შეამჩნიე, რომ რაღაც შიდა კრიზისი გამოიწვია ამან, შიდა გარკვეული განხეთქილება მოყვა ამას. ხადია შენ უკვე შეგიძლია უფრო თამამად შემდეგი უფრო მკვეთრი ნაბიჯი გადადგა, მაგალითად 30 დრონი შეაფრინო. არა უბრალოდ ტრიალ მინდორზე, არამედ კონკრეტული ობიექტი დაბომბო. მაგალითად როგორი ობიექტი, იცი? პირდაპირ პოლონური რაღაც სამხედრო ობიექტი კი არა, აი უკრაინული რაღაც შეიარაღება, სადაც არის განლაგებული. და იტყვი რომ მე ხო ვამბობდი რომ შეიძლება მათ შორის უკრაინის მიღმაც ქვეყნების ტერიტორია დაუბომბო თუ უკრაინას ეხმარებით. იქ შეხედავენ, აბა რა რეაქცია მოყვება ამას. ჩემი აზრით მანდ ყველაზე ისეთი მარტივი ახსნა, მე რასაც ვფიქრობ, არის შემდეგი, რომ მას მერე რაც ამერიკა დისტანცირდება ნელ-ნელა უკრაინის დახმარებისგან და საკითხს ისე აყენებს, რომ აწი ჩვენ იარაღს მოგყიდით. აი ევროპამ იარაღი იყიდოს, უკრაინას მიცეს. ეგრე კი ბატონო. აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს ევროპამ. და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განხილვადი ვარიანტი არის, რომ მოდი ახლა ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდეთ და რო გაჩერდება ომი, მერე ჩააყენებს ევროპული ქვეყნები სამშვიდობო კონტინგენტს უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ რაზეც ახლა აპელირებენ ეს მაკრონი იქნება თუ მისი კოლეგები ბრიუსელიდან, ყველა საუბრობს მაგაზე. და რუსები ამბობენ, რომ ნებისმიერ ეგეთი საჯარისო დანაყოფი იქნება ლეგიტიმური სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ ფრანგები დაუშვათ თავის რეგულარულ დანაყოფებს თუ შეიყვანენ უკრაინის ტერიტორიაზე, ნუ დავბომბავთ, ფაქტიურად მაგას ამბობენ. და როგორც ჩანს, კულუარებში მაგაზე რომ მიდის ასე თქვათ ერთმანეთისთვის კბილის მოსინჯვა. ერთ-ერთი ეს დემონსტრაციაც მაგისთვის იყო ჩემი აზრით, რომ რუსებმა აჩვენეს, რომ თქვენ ძალიან უგვაწვევით მაგაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი უნდა შემოიყვანოთ, იმიტომ რომ უკრაინის ტერიტორიაზე კი არა, აგერ პოლონეთის ტერიტორიაზე შემოუშვით დრონები რამე რო იყოს. და თქვენც ხო იცით, რომ რამდენიმე დრონი რო ჩამოვარდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, მაგის გამო ამერიკელები მესამე მსოფლიო ომს რო არ დაგვიწყებენ, ხო იცით თქვენც. მეც ხო ვიცი. ხო და მოდი ცოტა რეალობაში დაბრუნდით. ჩემი აზრით ეგ ქმედება იყო ეგ რაც მოხდა რა.